გამარჯობა მეგობრებო, პროტოკოლები ჯანმრთელობისთვის. დღეს შემოგთავაზებთ ერთ ძალიან საინტერესო და ეფექტურ ვარჯიშს, რომელიც გრძელდება 30 წამი და შედგება 4 ნაბიჯისგან. ეს ვარჯიში ძალიან ეფექტური არის, მაგალითად მოლაპარაკებების წინ, გარკვეული შეხვედრების წინ, როდესაც თქვენი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ცივ გონებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საჭიროებს, მაქსიმალურად იწვევს ნერვული სისტემის რელაქსაციას, სტრესის დაქვეითებას, ვარდნას და კონცენტრაციის ამაღლებას. ამ ვარჯიშის გაკეთება შეგვიძლია ყველგან, ოფისში, სახლში, ბუნებაში. კარგი იქნება თუ კი ამ ვარჯიშებს, ამ 30 წამიან პროტოკოლებს უნარის დონეზე გამოიმუშავებთ, იმიტომ რომ შემდეგ უბრალოდ სახელწოდების გახსენებაც კი იმ მდგომარეობის აქტივაციას იწვევს ორგანიზმში. პირველი ნაბიჯი. ვახდენთ ხერხემლის გასწორებას იმ დონეზე, რომ ეს სიამოვნებდეთ და დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა დაახლოებით 3-5 წამის განმავლობაში. შეგიძლიათ გონებაში თავიდან ითვალოთ ხოლმე, შემდგომ უკვე ეჩვევა ორგანიზმი ამ ფიქსაციას ამ მდგომარეობის და აღარც დათვლა აღარ არის ხოლმე საჭირო. თავიდან კარგია თუ კი დაითვლით, ადვილდება გამომუშავება ამ უნარის. პირველი ნაბიჯი, ფიქსაცია, ხერხემლის ფიქსაცია. მეორე ნაბიჯი. წარმოიდგინეთ მტაცებელი ფრინველი არწივის ფრთა ოჯახიდან, ასე ვთქვათ, გნებავთ ეს ძერა, ქორი თუ რა სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირ ფრინველს აღიქვამენ ხოლმე ამ დროს, მიმინო, არის კარგია თუ არწივს წარმოიდგენთ, დიდ შავ არწივს, თეთრთავიანს. წარმოსახვაში 3 წამის განმავლობაში, ანუ 1, 2, 3 დაფლის განმავლობაში მაქსიმალურად ზემოთ ფრინდებით, როგორი სისწრაფითაც ასწრებთ. წარმოსახვაში მაქსიმალურ სიმაღლეზე ეცადეთ, რომ წარმოსახვაში ახვიდეთ და გადმოხედოთ ზემოდან, მიდამოს, მინდორი იქნება, ეს ველი იქნება თუ წყალი იქნება, რამე ეს უკვე თქვენი არჩევანია, რას აირჩევთ და შენიშნეთ რაიმე ისეთი რომელიმე ცხოველი, რომელსაც თქვათ არწივი შეიძლება ჭამდეს, იქნება ეს თაგვი მინდორში თუ მდინარეში თევზი, კარგი მაგალითად მდინარეში თევზი ავიღოთ, წყალში თევზი. შენიშნეთ ზემოდან წყალში თევზი. მესამე ნაბიჯი 3 წამის განმავლობაში ეშვებით ძალიან დიდი სისწრაფით, როგორც იციან ხოლმე მტაცებელმა ფრინველებმა ფრთებს რომ დაიწყობენ და თავქვე ეშვებიან, მოწყდებიან თითქოს ცას და ტყვიასავით ქვასავით ესე დაბლა ეშვებიან, აი ისეთი აქტივობა ფსიქიკაში განახორციელეთ და დაეშვით აი ამ თევზისკენ, რომელიც წყალშია და ეხლა უნდა მოიტაცოთ. არ აქვს მნიშვნელობა 3 წამის განმავლობაში მოასწრებთ თუ არა ამ თევზამდე მისვლას, მაგრამ 3 წამში ეს უნდა შეწყდეს და ამ მდგომარეობას ვაფიქსირებთ, ესე იგი თითებით ვაჭერთ ხელის გულში. მუშტებს კი არ ვყრავთ კლასიკურად როგორც ხდება, არამედ თითებით ესე მაღლა და აი ამ 4 თითით ხელის გულზე ვაჭერთ 3 წამის განმავლობაში. 1, 2, 3 და უცებ უშვებთ ხელს. აი თითქოს სველი ხელი რომ მქონია და დაგვიბირყავს რომ სისხლი გამოძრავდეს, აი ესე. მესამე ნაბიჯი. ციდან მოწყდება ეს არწივი, 3 წამის შემდეგ წყვეთ ამ აქტივობას და ვაფიქსირებთ მდგომარეობას ხელის გულზე 4 თითის დაჭერით. 1, 2, 3 და სწრაფად უშვებთ. და მეოთხე ნაბიჯი ვახმოვანებთ. ზუსტად ვარ ცენტრში. ანუ ეს შეგიძლიათ გაახმოვანოთ, შეგიძლიათ მიეჩვიოთ ამის გახმოვანება და შემდგომ გონებაში გაახმოვანოთ. უკეთესია თუ კი მაგალითად აქამდე მიხვალთ რომ გონებაში გაახმოვანოთ. რას იწვევს ეს ვარჯიში, ეს 30 წამიანი პროტოკოლი? რას აქტიურებს? გადაყავს ტვინის აქტივობა დაბალ სიხშირეებზე, ოქროს შუაგულს რომ ეძახიან, იგივე გონების ალფა მდგომარეობა. ნერვული სისტემის რელაქსაციას იწვევს, ახდენს ენერგიის ეკონომიას, გმატებთ თავდაჯერებულობას, აზროვნების პროცესს აფხიზლებს, კოგნიციას აფხიზლებს, ფოკუსირებას უკეთებს, რომელიც თქვენ სწორი გადაწყვეტილების და სწორი მოქმედებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ.